ქართველი რუსეთუმეები, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები პირველ ყოვლისა, ასევე ხელისუფლების მიერ ტვინ დამორეცხილები ხარობენ იმით, რომ უკრაინაში გარკვეული, მოდი ასე ვიტყვი, გაუგებრობები ან უსიამოვნებები. და საკუთარ მაყურებელს თუ აუდიტორიას, ასე მაგალითად რუსთავი ამცნობს სიხარულით, რომ უკრაინაში დაიწყო გამოსვლები ზელენსკის წინააღმდეგ. კარგად უნდა გავიგოთ, რომ უკრაინა დამოუკიდებლად იმისა, რა მცდარ თუ არა მცდარ, სწორ თუ არასწორ ნაბიჯს გადადგამს პრეზიდენტი ზელენსკი და ჩვენც დავიწუნეთ მისი, არ მოვიწოდეთ მისი გადაწყვეტილება მიხაილო ფედოროვის განთავისუფლების თაობაზე, უკრაინა არის ომში და უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში არის მხარდასაჭერი სახელმწიფო ჩვენს მიერ, იმიტომაც რომ უკრაინაში ომის შედეგზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება პროცესები ჩვენს სამშობლოში, ესეც იქნება დამოკიდებული იმ ამბებზე. აკი ამიტომაც საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ბანდა ქართული ოცნების, ასე უწოდებ მე მას, ყოველ შემდეგ ჯერზე ადასტურებს, რომ ის არ არის უკრაინისკენ და არის უფრო რუსეთისკენ არის, იმიტომ მათ შორის იმიტომაც რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება პარაზიტირებს პირდაპირ მნიშვნელობით ამ ომით თუ ამ ომზე, რაც დიდხანს გაიწელება ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენო გვინდაო რომ დასრულდეს ეს ომიო, ხანდახან მაინც წასწდებათ ხოლმე ამ ბანდიტებს, რაც უფრო დიდხანს გაიწელება ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, მით უფრო მეც სარგებელს, ფინანსურ სარგებელს ნახავს საქართველო, ასე ვიტყვი, მაგრამ უფრო ზუსტი რომ ვიყოს საქართველოს ხელისუფლება გეტყვით, როგორც და აი ზოგიერთი ამბავი გავიხსენოთ, მაგალითად, ეს არის შავი ხვრელები, რომლებიც არსებობს უთუოდ შემოვლითი გზებით რუსეთის ათვის სანქციების შემსუბუქებაში საქართველო ხელს უწყობს პარტიო რუსეთის ფედერაციას, აკი ამიტომაც აქებენ კობახიძეს ფორმალურად და რეალურად კი ივანიშვილს. ეს არის მათ შორის რუსეთიდან შემოსული პირები, მათზე ოდნავ მოგვიანებით პროფესიულად ვისაუბრებ, შემოსული პირები, რომლებიც აქ ხარჯავენ საკმაო რაოდენობის თანხას. მე არ ვსაუბრობ დროებით შემოსულებზე, 7-10 დღით ჩამოსულ ტურისტებზე, მე ვსაუბრობ უფრო დამკვიდრებულებზე საქართველოში, რომლებმაც დიდმა ნაწილმა ამ დამკვიდრებულებისა დაახლოებით 50%-მა უკვე უძრავი ქონებაც შეიძინა საქართველოში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, სხვა ქალაქებსა, რეგიონებსა თუ რაიონებში და დედაქალაქში რასაკვირველია, მეტი წილი რასაკვირველია დედაქალაქზე და ბათუმზე მოდის და ამით რასაკვირველია, მეტი ფული ჩნდება ჩვენს სივრცეში, ჩვენს საზოგადოებაში და ამით ამტკიცებს წყალებში ირაკლი კობახიძის არაფორმალური მმართველობა ჩვენს ქვეყანაში, რომ აი ჩვენ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, არადა ეკონომიკური წინსვლა და რეალური ეკონომიკური წინსვლა ჩვენ არ გვაქვს. ამ ხელისუფლებას შესაბამისად აწყობს, რომ მეტი და მეტი რუსი დარჩეს ამ ქვეყანაში, ოღონდაც კი გარკვეული ის პრობლემები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკაში არსებობს ეს პრობლემები, გადააგოროს, ოღონდაც კი არ გამოჩნდეს, არ წარმოჩინდეს ეს პრობლემები, როგორც კი ომი დასრულდება, მოსახლეობა რუსეთიდან შემოსული დამკვიდრებული მოქალაქეების გარკვეული ნაწილი დაბრუნდება მატუშკა რუსიაში და შესაბამისად საქართველოს ეკონომიკას უფრო გაუჭირდება, მათ შორის უძრავი ქონების ბიზნეს, პირველ ყოვლისა, რომელიც ყვავის მეთქი ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ რომელიც რაღაც შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე სხვა რომელიმე ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში, ესეც ფაქტია, უძრავი ქონების ბიზნესი, ეგრე მაგის პასუხია და სხვა პატარა ბიზნესებიც მიჰყვება ხოლმე და შესაბამისად ისინიც უკეთეს მდგომარე, მაგალითად სარესტორნე ბიზნესი, ხო? ტურისტი რაც მეტია, მით უფრო დამკვიდრებული საქართველოში, მით უფრო უკეთეს მდგომარეობაშია, თქვა სარესტორნე ბიზნესი ან სხვა ბიზნესები, ტურიზმის ბიზნესი მაგალითად და ასე შემდეგ. მოკლედ პარაზიტირებს რა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ამ ომით, ის დაინტერესებულია რომ ომი გაგრძელდეს, რეალურად ამით არის დაინტერესებული, ამასთან გაგრძელდეს და უკვე თუ მაინც და მაინც დასასრულისკენ წავა, გაიმარჯვოს არა უკრაინამ, არამედ რუსეთმა,
რომ მე იოლად დაუმტკიცოს ბჭყალებში იოლად დაუმტკიცოს ქართულ საზოგადოებას რომ მან და სწორედ მან ბიზინამ და სწორედ ბიზინამ იხსნა საქართველოს ომისაგან კიდევ ერთხელ განავითაროს ეს აზრი რეალურად ბიზინამ ომისაგან კი არ იხსნა არც არავინ არ გვეკაჩებოდა ომში ჩვენ უბრალოდ გვეკაჩებოდნენ უკრაინის მხარდაჭერას გთხოვდნენ ბიზინამ კი არ იხსნა ომისაგან ბიზინამ უბრძოლველად უომრად არ მერიდება ამ სიტყვის წარმოთქმა გაფართხალების გარეშე სწორი პოზიციის დაფიქსირების გარეშე სწორი დიპლომატიური პოზიციის დაფიქსირების გარეშე პრაქტიკულად გადააბარა რუსეთის სპეცსამსახურებს საქართველოს და საქართველოს მმართველობა და აკი ამიტომაც არ არსებობს მე დარწმუნებული ვარ უწყება ჩვენ სინამდვილეში სამთავრობო უწყება იგულისხმება რომელშიც ინფილტრირებულნი არ არიან რუსები ონლაინ თუნდაც ანუ რაღაც კონსულტაციებს არ უწევენ პრაქტიკულად მინისტრებს ან მინისტრის მოადგილეებს ან დეპარტამენტის ხელმძღვანელებს არ არსებობს მის უფრო არ არსებობს რაღაც საკვანძო უწყებები მაგალითად თავდაცვის უწყება საგარეო უწყება ზოგადად მთავრობის ადმინისტრაცია პარლამენტი და ასე შემდეგ შინაგან საქმეთა პროკურატურა თქვათ ეროვნული ბანკიც ვინც ის და ასე შემდეგ და სწორედ ისინი აი ძირითად მიმართულებებს სწორედ ისინი საზღვრავენ აყალიბებენ და საზღვრავენ ჩვენი შიდა და ჩვენი გარე საგარეო პოლიტიკისა ეს არის პირველი აბზაცი თუ ორი თუ სამი აბზაცი რომელიც უნდა გამეცნო თქვენთვის და ახლა გადავდივარ მეორე და მნიშვნელოვან აბზაცზე უკრაინა რასაკვირველი ამ ომში გაიმარჯვებს კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ რაც არ უნდა მოხდეს რაც არ უნდა შიდა გაუგებრობები იყოს უკრაინაში ჩვენ რასაკვირველი ყველანი ვართ უკრაინისაკენ და მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ რაღაც ყოფილ მინისტრ ფედოროვს ვუჭერთ გულახდილად გეტყვით მხარს და არ ვიწონებთ მეორე პატრიოტს სირსკის აი ამ დაპირისპირებაში თუ ვინმესკენ უნდა ვიყოთ მაინც და მაინც ხო ფედოროვისკენ უფრო ვართ გულახდილა ვიქნები და ეს არ მიგვაჩნია პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება და სწორი გადაწყვეტილება პრეზიდენტ ზელენსკისა მაგრამ ამავდროულად სირსკისაც წარმატება უნდა უსურვოთ ის მეომარი კაცია და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული აღარ ვლაპარაკობ იმაზე რომ ძალიან დიდი წარმატება უნდა უსურვოთ ევგენ ხმარას ახალ თავდაცვის მინისტრს თავდაცვის უწყების ახალ ხელმძღვანელს უკრაინისა რომელიც ახლა მოვალეობის შემსრულებელი კია მაგრამ მაღალზე მაღალი ალბათობით ის სამხედრო კაცი სპეცდანიშნულების ოფიცერი და გენერალ-მაიორი გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე დამტკიცებული იქნება თავდაცვის უწყების ხელმძღვანელად ანუ არა მხოლოდ მოვალეო არა თუ მოვალეობის შემსრულებელი არამედ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი იქნება და ის დაარეგულირებს სირსკისთან ურთიერთობას და თუ ვერ დაარეგულირებს ამ შემთხვევაში დარეგულირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში სწორედაც რომ სირსკი დაემშვიდობება თანამდებობას მე და არც პოზიციას თანამდებობას ფედოროვი რომ უნდა დარჩეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის გუნდში ეს ფაქტია ნახოთ რას გადაწყვეტენ უკრაინის უმაღლეს ხელისუფლებაში ასე რომ ტყილა ხარობს ქართული ოცნება და ქართული ოცნების პროპაგანდა კი მესმის რთული ვითარება მაგრამ ომში მყოფ ქვეყანაში იოლი ვითარება რომ იყოს მათ შორის ხელისუფლებაში ეს უფრო გასაკვირი იქნებოდა თუ გულახდილები ვიქნებით ეს არის მეორე აბზაცი რაც უნდა წარმომეთქვა და გადავსულიყავი და გადავიდი ახლა მესამე აბზაცი საქართველოში ჩვენ ხარს უჭერთ საზოგადოებას გულისხმობ უკრაინას აბსოლუტური უმრავლესობა მეთქი ასე ვიტყვი რა თუნდაც უნდა შევამცირებ რაოდენობას პროცენტულ მაჩვენებელს და ვიტყვი რომ აი თქვა 60%, 70% უჭერს მხარს უკრაინას, უკრაინის ბრძოლას, უკრაინის თავისუფლებას. შესანიშნავად ვისი გრძე განებთ ჩვენ რომ უკრაინაში როგორც დასრულდება ომი, იმაზეც არის დამოკიდებული ჩვენში როგორ განვითარდება პროცესები და მოვლენები და შესანიშნავად ვისი გრძე განებთ რომ უკრაინა თუ გაიმარჯვებს და უკრაინა გაიმარჯვებს ფედოროვთან ერთად თუ ფედოროვის გარეშე რასაკვირველია მეცაც გეტყვით ზელენსკისთან ერთად თუ ზელენსკის გარეშე უკრაინა გაიმარჯვებს ნებისმიერ შემთხვევაში იმაზეც არის დამოკიდებული ჩვენთან რა მოხდება და როგორ მოხდება და როდის მოხდება და რა ფორმით მოხდება ეს რომ ვიცოდეთ მაინც ახლა სხვა და მნიშვნელოვანი საკითხი მე მინდა გკითხოთ თქვენ როგორ გგონიათ რამდენი მოქალაქეა შემოსული მესამე აბზაცი დაიწყო რამდენი მოქალაქეა შემოსული საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ომის შემდგომ პერიოდში იყო მეტი 100-120,000 შემოსული და დამკვიდრებული მოცემულ ეტაპზე არის დაახლოებით 70-80,000 საიდანაც ნახევარმა დაახლოებით 40,000-მა მოქალაქემ და ეს არის დაახლოებით 15-17,000 ოჯახი იყიდა უძრავი ქონება ჩვენს ქვეყანაში
აპირებენ თუ არა ისინი დაბრუნებას რუსეთში ომის დასრულების შემდეგ, ვით უფრო თუ პოსტპუტინისტური ეპოქა დადგება, იმიტომ რომ ომის შემდეგ თუ რუსეთი დამარცხდება, ალბათ სწორედ პოსტპუტინისტურ ეპოქაში შევალთ ყველანი მთელი ცივილიზებული სამყარო, მთელი სამყარო. ვერ გეტყვით რა საქმეა. მე ის კი ვიცი რომ მათ ორმაგი, ესე იგი, მათ შეინარჩუნეს მოქალაქეობა რუსეთისა და ახლა ბევრი მათგანი ამ 40 კი არა 80,000-დან უკაცრავად სიტყვისთვის და ჩალიჩობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეც გახდეს. მოქალაქეობა საქართველოსი ჩვენთვის არის საკმაოდ სერიოზული პრობლემა, პარემ გეტყვით, იმიტომ რომ მათ არანაირი ძაფი, არანაირი იდენტობა, არანაირი აღქმა საქართველოსი როგორც ასეთი არ აქვს და მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში ბევრი მათგანი კი არა, ყველა მათგანი გახდება ავტომატურად გახდება ამორჩეველი. რა არის საჭირო იმისთვის, რომ მოქალაქე გახდე, გეტყვით რაც არის, ეს არის გარკვეული პერიოდი ცხოვრება საქართველოში მუდმივად პრაქტიკულად და ისინი ცხოვრობენ აგე 3-4 წელიწადი, ანუ თებერვალში, მარტში 22 წლისა შემოვიდა ბევრი მათგანი, ანუ 23-ში შემოვიდა. გარკვეული პერიოდის ცხოვრების შემდეგ მერე უკვე განაცხადის გაკეთება შესაბამის უწყებებში და მერე უკვე კომისია, რომელიც მუშაობს, როგორ მუშაობს ეს კიდე ცალკე თემაა და როგორი კრიტერიუმებია იმისთვის რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქეობაც მიიღოს, კომისია განიხილავს ამა თუ იმ ადამიანის, ამა თუ იმ მოქალაქის, ამა თუ აქ დამკვიდრებული პირის უძრავი ქონების მფლობელის მით უფრო მოქალაქეობის მინიჭება არ მინიჭების საკითხს მოქალაქისათვის, ადამიანისათვის მოქალაქეობის მინიჭება არ მინიჭების საკითხს და გამოცდები ტარდება. გამოცდები ტარდება ქართულენსა და ისტორიაში და მინდა გითხრათ რომ განსაკუთრებულად რთული გამოცდები ეს არ არის. 3, 4, 5, 7 წელიწადი რომ ცხოვრობ ერთ ქვეყანაში, საყველპურო ქართულს ამ შემთხვევაში ან საყველპურო რაღაც ნებისმიერ ქვეყანაში რომ ცხოვრობ საყველპურო იმ ქვეყნის ენას ნებისმიერ შემთხვევაში ისწავლი და შესაბამისად იოლად მოგენიჭება ისტორიის გამოცდის ჩაბარების გათვალისწინებით, როგორც ისტორიის გამოცდაც რამდენადაც ცნობილი არ არის მაინც და მაინც რთული. ძალიან გავამარტივებ ახლა სწხოვენ დაახლოებით ამგვარი კითხვებია, როდის დაიბადა თქვათ, ან როდის გამეფდა თქვათ დავით აღმაშენებელი და დანარჩენი დავით აღმაშენებელი ვის წინააღმდეგ იბრძოლა, დავით აღმაშენებელმა როგორ გაანთავისუფლა, ასე მაგალითად თბილისი როდის მოხდა მაგალითად დიდგორის ომი და ასე შემდეგ და დავით აღმაშენებელი ამას აღარ თხოვენ. დავით აღმაშენებელი ერთ თვალსაჩინოებაა და დავით აღმაშენებელი არ იწყება საქართველოს ისტორია და არ გთავრდება განსაკუთრებით პრაქტიკულად არაფერს აკითხებიან, არაფერს კითხავენ ეს კომისია. არაფერს კითხავს იმ მოქალაქეობის მსურველებს, მაგალითად საქართველოსა და რუსეთის 1801 წლიდან მიმდინარე ურთიერთობაზე, თარჩილაძე ამბობს, რომ 2 წუთიც კი არ ყოფილა ჩვენ შორის კეთილმეზობლური და კარგი ურთიერთობაო, 2 წუთი იყო, 2-იც იყო და 20-იც, 20-იც იყო და 200-იც, ეს მაინც რაღაც პროზაული ხელოვანი კაცის ნათქვამია, მეტიც იყო კონფორმის ქართველებს რა დალევდა ამ 226, 225, 226 წლის მანძილზე განმავლობაში, მეტიც იყო, წლებიც იყო, მაგრამ აი ნამდვილი ქართველები მართლა 2 წუთიც კი ვერ ისვენებდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთს, რუსეთის იმპერიას, მერე საბჭოთა რუსეთს და მერე უკვე პოსტსაბჭოთა რუსეთს, იმპერიას, პუტინისტურს თურდებათ ასე ვიტყვი და ნამდვილი ქართველები ეწინააღმდეგებოდნენ მერქი ცხადი აპირო ყოვლისა თქვა გულისხმობ კალმით შეწინააღმდეგებას, ასე მაგალითად მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძე და არა მხოლოდ ან მე-20 საუკუნეში 20-იან წლების დასაწყისში 1918 წლიდან პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც რუსებმა დაამარცხეს და გააგდეს, განდევნეს საქართველოსთან, მერე უკვე სხვა ქართველებიც, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში სწორედაც რომ კალმით ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა იყვნენ კალმით ვითომ მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც პათეტიკურ სიტყვებსაც წერდნენ და ასე წარმოაჩენდნენ, რომ თითქოს დიდი პატრიოტები იყვნენ, მაგრამ რუსეთის ფედერაციას ეგუებოდნენ და ეპუებოდნენ კიდეც და აღარ ვლაპარაკობ თანამედროვე მმართველებზე, არა მხოლოდ ხელოვან ხალხზე, პოლიტიკურ მმართველებს გულისხმობ, რომლებიც ის დაალაგდნენ, ასე ვიტყვი, რუსეთის ფედერაციასთან და კარგადაც თანამშრომლობენ სახელმწიფო დონეზე, ჯერჯერობით არა ლუსტრირებულად მაინც და მაინც, მაგრამ შექება-ქებას კი მოსკოვიდან იმსახურებენ და იმსახურებენ ზახაროვა და ზახაროვაზე სერიოზული პირებიც, კობახიძეს და კობახიძეზე არასერიოზულ პირებსაც აქებენ და აქებენ მოსკოვიდან, რუსეთიდან. ეხლა რატო ყვები ამ ყველაფერს და აი ამ 70,000, 80,000 რუსზე მინდა გავამახვილო ყოველდღიურად სტერეოტიპულად ჩვენ ასე მივიჩნიეთ, რომ ისინი ანტიპუტინისტები არიან, თუმცა
არც ერთ უწყებას საქართველოში, მაგალითად სუს, არც ერთი მათგანი ამ წლების განმავლობაში არ შეუმოწმებია. ანუ ადამიანები, ივანოვები, პეტროვები და ასე შემდეგ შემოდიან საქართველოში, მკვიდრდებიან საქართველოში, უძრავ ქონებას ყიდულობენ საქართველოში, ემზადებიან მოქალაქეობის მისაღებად საქართველოში და არ ვიცით ესენი ვინ არის. და ვარაუდი იმის თაობაზე, რომ 80,000 შემოსული რუსიდან, მოდით უგნებოთ ასე ვიტყვი, 20,000 ოჯახიდან, 20-25,000 ოჯახიდან. 1%, აი რამდენი გამოდის 1%, ხო? 25,000 ოჯახიდან რაღაც 250 ოჯახი, ხო? 1% არის შეკრული რუსეთთან, ან 80,000 და ალბათ ესე უფრო სწორია აღსაქმელადაც. 80,000 დამკვიდრებული რუსეთის მოქალაქეიდან, რომელიც დამკვიდრდა საქართველოში. 1%, ანუ 800 კაცი არის ჯაშუში რუსეთისა, ამის გამორიცხვა სულაც არ შეიძლება. მე არ ვამბობ, რომ ისინი აუცილებლად ჯაშუშები არიან. მე ვამბობ, რომ გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ჯაშუში რომც არ იყოს და პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელი რომც არ იყოს, აი ამ 80,000-დან სრული უმეტესობა, ჩემი ფიქრით და ჩემი რწმენით, მით უფრო მაშინ, როდესაც ისინი სრულფასოვანი მოქალაქეები გახდებიან თუ გახდებიან საქართველოსი, ხო, ისინი საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს და გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ და სასარგებლო ქმედებებით გამორჩეული არ იქნებიან. ისინი არიან ეხლა ჩუმად სამზარეულოებში მიხუჟული, ლნის სკვერებში გასულნი, კომპიუტერებზე თუ ტელეფონებში ჩამზრალნი, რაღაცა ფულს შოულობენ და ასე შემდეგ და ამით საქართველოს ხელისუფლებასაც უწყობენ ხელს, რომ წარმოაჩინოს ამ უკანასკნელად თითქოს საქართველოს ეკონომიკა დუხს და გადადუხს, მაგრამ კრიტიკულ ხასის ვითარებაში, არაორდინალურ ვითარებაში ვინ რა პოზიციას დაიჭერს, ღმერთმა უწყის. ეგენი კი არა. ქართულ გვარიანები რა პოზიციას დაიჭერენ, უკვე ლუსტრირებულები და twin გამორიცხილები საქართველოს ხელისუფლების შესაბამისად FSB-ს brainwashing-ის ოპერაციების შედეგად ისიც კი არ ვიცი და ხო წარმოგიდგენიათ ივანოვები და პეტროვები რამდენად არა ქართულ საქართველოსთვის საშიშ პოზიციას დაიჭერენ გარკვეული არაორდინალურ ვითარებაში მოხვედრის შემთხვევაში და შემდეგ და იმ პირობებში, როდესაც აი ეხლა კიდევ ერთი აბზაცი თქვენთვის უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში, რასაკვირველია. და უკრაინა რომ გაიმარჯვებს, კიდევ უფრო მაღლა ავაფრიალებთ ორფეროვან სახელმწიფო დროშას ამ არაჩვეულებრივი სახელმწიფოსი. მაგრამ ერთ წამს დავუშვათ, რომ ეს ომი გაგრძელდა და გახანგრძლივდა და მაგალითად სრულდება არა თუ 26 ან 27 ან 28 წელს ისი მოლოდინის პრინციპში არის, არამედ გაგრძელდა კიდევ თქვათ 5 წელიწადი. შესაძლოა შეწყდა ცეცხლი, მოლაპარაკება დაიწყო, მხარეები დაშორიშორდნენ, მაგრამ მოფერიანდა რუსეთი, შეუტია რომელიმე ქალაქს ისევ, მერე ისევ რაღაც ცეცხლის შეწყდა და ასე შემდეგ. შეიძლება პუტინთან თუ პუტინის გარეშე ეს ომი გაგრძელდეს გადაჭრბების გარეშე, ვიტყვი, ერთი ათეული ან 15 წელი, ან შეიძლება 2 ათეული წელიც კი, ან 2 ათეული წელი დღევანდელი დღიდან არის 2026 წელი მესმის, რომ გაუჭირდება უკრაინას კიდევ უფრო, მაგრამ უკრაინა გაძლებს. აი თეორიულად დავუშვათ ეს ვარიანტი, რომ 27-ში კი არ თავდება ომი, ან 26-ში, ან 28-ში, არამედ 2046 წელს. აი ესეთია ბედი და სვე ერთი სახელმწიფოსი და მეორე სახელმწიფოსი, ცხადია უკრაინის გამარჯვებით 2046 წელს. ამ 2046-36 წლამდე მოკლედ წლების განმავლობაში, წლების შემდეგ და წლების განმავლობაში საქართველოში ყოველთვის იარსებებენ მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის ორფერა სახელმწიფო დროშას ხმამაღლა ზემოთ ასწევენ და ააფრიალებენ და ხმამაღლა წარმოთქვამენ სიტყვებს სლავა უკრაინა. მე რამდენიმე ხნის წინ შემომხვდა და ეხლა დავკარგე გულახდილად გეტყვით ვიდეო ამგვარი, რომ საქართველოს მოქალაქეები აფრიალებენ სწორედაც რომ საქართველოს სახელმწიფო დროშას და მეორე მხრივ უკრაინის სახელმწიფო დროშას და ახლა 2026 წლის ივლისის მიწურულისათვის კიდევ ერთხელ მსგავსად 2022 წელს როგორც იქცეოდნენ 23-ში, 24-ში, 25-ში აფრიალებენ უკრაინის სახელმწიფო დროშას და აი ამ მომრავლებული რუსების ქალაქში, დედაქალაქში დროებით ჩამოსულების თუ უკვე პრაქტიკულად სამუდამოდ დამკვიდრებულების გულისწყრობას იწვევენ. ისინი განსაკუთრებით სამუდამოდ დამკვიდრებული, ან დიდი ხნით დამკვიდრებულები უკვე თავს აღარ გრძნობენ სტუმრებად. მათთვის თბილისი ისეთივე მშობლიურია, როგორიც მაგალითად იყო ბევრი მათგანისთვის ჩელიაბინსკი, მოსკოვი, პეტერბურგი, ომსკი, რომელიმე რუსული ქალაქი, მაგალითად სუზდალი ან
ავიცი მაგალითად ვოლგოგრადი, ხო? რომელიმე რუსული ქალაქი, საიდანაც ისინი წამოვიდნენ, გამოექცნენ ოკეი პუტინს. კი ბატონო, თუ გნებავთ ასე ვთქვათ პუტინის რეჟიმს, იმიტომ რომ შეეშინდათ, არ მოსწონდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში საკუთარი იმპერიალიზმი, ველიკოდერჟავიზმი და იმპერიალიზმი უმრავლესობამ, ყველას ვერ ვიტყვი, თუ გნებავთ ასე ვთქვათ, უმრავლესობამ ვერ აღმოფხვრა, ვერ ამოშანთა საკუთარივე გულებიდან. დიახ, პუტინი არ მოსწონთ, იმიტომ რომ პუტინმა დაიწყო ეს SVO უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ არ მოსწონთ არა იმიტომ, რომ SVO არ მოსწონთ როგორც ასეთი, არამედ არ მოსწონთ იმიტომ, რომ პუტინმა უკეთ ვერ გათვალა და მართლაც 3-5 თუ 7 დღეში ვერ დაამარცხა უკრაინა, რას იწყებდა თუ 7 დღეში არ ამთავრებდა, რას იწყებდა თუ ვერ გათვალა პუტინმა, რომ სანქციები იქნებოდა, რაც ჩვენ გვაიძულებდა პეტერბურგიდან სამხრეთით წამოსვლას, გასაგებია თბილისი კლიმატი, საქართველოს კლიმატი უკეთესია ვიდრე ცივი პეტერბურგისა, მაგრამ პეტერბურგი მაინც ჩვენი, ხო, ჩვენი ქალაქია და სულაც არ გვინდოდა და ეს პუტინის ბრალია, რომ ის უფრო სასტიკი არ იყო. ბევრი მათგანი ფიქრობს ასე. ხო და უკრაინის დროშას რომ აფრიალებენ საქართველოს მოქალაქეები და ასეთი მოქალაქე 100, 200, 700 თუ 1797 დარჩება ყოველთვის ჩვენ სინამდვილეში, ანუ რაც არ უნდა მოხდეს, გაიმარჯოს ივანიშვილმა, ჩაკლას ყველაფერი, აღმოხვრას რაღაც ოპოზიცია, შეჭამოს რაღაც ოპოზიციონერი ქალები და რაღაც შეხრას ოპოზიციონერი კაცები, ესეც რომ მოხდეს პირდაპირ მისვლა, ანუ კანიბალიზმით რომ დაკავდეს, ყოველთვის 1798 მოქალაქე საქართველოში გამოჩნდება, რომელიც თუ საქართველოს სახელმწიფოს დროშას და თუ უკრაინის ბრძოლაში მყოფი უკრაინის სახელმწიფო დროშას მაღლა ააფრიალებს. და რაღაცა ააფრიალებს, ეს უკვე გულისწყრობას უკვე იწვევს რუსეთის იმ მოქალაქეებისა და ეს ვიდეო შემოხვდა სწორედაც რომ იმ მოქალაქეებისა, რომლებიც ჩამკვიდრდნენ, აი დამკვიდრდნენ კიდე არ არის თლად სუსტი ამსახველი სიტყვა, ჩამკვიდრდნენ საქართველოში და მიაჩნიათ, რომ რუსთაველის გამზირი ისეთივე მათია, როგორც ნებისმიერი ჩვენგანისა, ვინც რუსთაველის გამზირზე გავიზარდეთ, ან ხშირად ყოფილვართ, ან არ ყოფილვართ თუნდაც, მაგრამ მაინც ჩვენია, იმიტომ რომ ჩვენი იდენტობის ნაწილია რუსთაველის გამზირი და რუსთაველის გამზირზე კი არ ვამახვილებ ყურადღებას რუსთაველის გამზირი, როგორც თვალსაჩინოება. ნებისმიერი სხვა გამზირი, ნებისმიერი სხვა ქალაქი, რაიონი, ნებისმიერი სხვა ქალაქი, სხვა სოფელი, მე ამას გზავრობდი ქობულეთიდან თბილისის მიმართულებით დაახლოებით 1 კვირის წინ, არც კი გზად შეუარე გურიაში ჩემსთვის ძალიან ძვირფას ოჯახს, ნათლია ჩემს, რაღაც გავჩერდი ცოლ-შვილთან, ინგასთან და ლილესთან ერთად. იმ სოფელში დაახლოებით 2 საათი, არც კი შესაძლოა რაღაცა სიყვარულე ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი, ოჯახი და გამოვედით და რაღაცა ისე წავიოცნები, რომ აი აქ სიამოვნებით ისეთი ადგილია მეთქი, ხო წინ მეეძლევ ცხენები გააქანე ადგილია მეთქი და აი აქ დავისახლდებოდი ციბერის ჟამს მეთქი რატო ვიზია 80 გადაცილებულია შემინათლია და დავსახლდებოდი მეთქი რას ლაპარაკობ, უკვე ძალიან ძვირიაო აქ ამ სოფელში ხიდის თავი, ხო? ხიდის თავში სახლებიო, აი ისო მაგალითად რაღაც 70000 თუ 80, ვიყიდლოს მეთქი 80000 დოლარად კაცო. საბოლოო ჯამში მაინც არადიდ სახლზე, არადიდ კარბიდამოზე იყო საუბარი და რას მელაპარაკები, აგე იქით რუსებმა იყიდესო, იქითაც რუსებმა იყიდესო. უკვე ყიდულობენ სოფლებში არა მარტო ჭავჭავაძის გამზირზე, საბურთალოზე თუ რუსთაველზე თუ ორთაჭალაში, არამედ სოფლებში ყიდულობენ და მკვიდრდებიან და შესაბამის ბუნებრივიც არის ეს. ხა მაინც და მაინც ასაკურიო კრიტიკულად უნდა გავიაზროთ ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ბუნებრივიც არის, საკუთარად მიაჩნიათ ეს ყველაფერი და უმრავლესობა მათგანს, როდესაც აუფრიალებს წინ ამ ხარს რო უფრიალებს წითელ ფარდაკს თუ წითელ ფერის ქსოვილს, ისე ღიზიანდება მეტი, უმრავლესობა თუ არა გარკვეული ნაწილი მაინც ამ ლურჯ ყვითელა უკრაინის სახელმწიფო დროშაზე, იმიტომ რომ ისინი მართლა ვერ იტანენ უკრაინას. ისინიც კი არათუ მოსკოვში ჩარჩენილები, არათუ პეტერბურგში ჩარჩილი, არათუ კრემლში შესულები, არათუ რაღაცა ლენინის მავზოლეუმთან მისულები და აქვითინებულები, არამედ ისინიც კი მათი ნაწილი, ვინც ჩამოსულია საქართველოში და მხოლოდ თითქოს ბეჭდავს რაღაც კაფეებში შეკვედრია ბევრ ჩვენგანს. ხო, ეს რუსე დერჟავისტია, რუსი უმრავლეს შემთხვევაში ნორმალურ. ეს არ ნიშნავს იმას, მე რასაკვირველია არ მოგიწოდებთ ხა, რომ კეტებით გავოეკიდოთ ეხლა სკვერებსა თუ კაფეებში ყოფ რუსებს,
და გააგდოთ საქართველოსთან ისევე როგორც არც თურქი, არც ირანელი სპარსი, არც რაღაც არაბი, არც ინდოელი, არც პაკისტანელი, არც არავინ არ უნდა გავაგდოთ რასაკვირველია ეს ძალიან, მაგრამ სახელმწიფოს რომ გასამკაცრებელი აქვს ჩემი აზრით საემიგრაციო პოლიტიკა განსაკუთრებით იმ პირებისა მიმართ, ვინც არ აი წარმოადგენს ჩვენს მიმართ მტრულ სახელმწიფოს გასამკაცრებელი შეიძლება ვთქვათ ზუსტი სიტყვა არის მე უსაფრთხოების და შემოწმების მეტი ელემენტი აქვს ჩასადები ეს კი ფაქტია ასევე გასამკაცრებელი აქვს გავბედავდა ვიტყვი მოქალაქეების მიცემის პროცედურები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ეს არ არის რაღაც ქსენოფობიური წიაღსნა ჩემი მხრიდან ბევრმა შეიძლება ასეთად მიიჩნიოს ან ჩამითვალოს ეს არის ის აპრობირებული მეთოდი, რომელსაც ევროპის უმეტესი სახელმწიფო თუ ყველა არა მიმართავს გერმანიაში ასე იოლად ვერ გახდები გერმანიის ან ავსტრიაში ვერ გახდები ასე იოლად ავსტრიის მოქალაქე და გერმანიას და ავსტრიას მით უფრო ნეიტრალური სახელმწიფოა არც გერმანიას არ აქვს იმგვარი ეგზისტენციური პრობლემები რა ეგზისტენციური პრობლემების წინაშე უკვე ვართ და მომავალში მით უფრო დავდგებით აი ამის თქმა მინდოდა სულ კიდევ ერთხელ რუსეთუმეების არ ქართულ გვარიანი რუსების რომლებიც კიდევ უფრო დიდი სერიოზული პრობლემაა დიდი და სერიოზული პრობლემაა ჩვენთვის ვიდრე ივანოვები და პეტროვები ჩამოსულები საქართველოში ხო აი ქართულ გვარიანი ტვინ გამორეცხილი მათ შორის განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ საჯარო სივრცეში მყოფები ცნობილი ადამიანები ხო დიდი პრობლემაა ჩვენთვის იმიტომ რომ ჩვენ მათთან ერთად თქვენ ისე ვარ თვითყვი ასე მოგვიწევს ცხოვრება რასაკვირველია მათი მარგინალიზაციის მაგრამ მარგინალიზაციის ფორმებსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მარგინალიზაციის საზოგადოებრივი სივრციდან თლაც ზუსტი სიტყვა არ არის ეს გარიყვის მაგრამ მათთვის ტრიბუნის არ მიცემის გათვალისწინებით თუმცა მეორეს მხრივ სოციალურ ქსელებს რას უზავ თუ ისინი ამ სოციალურ ქსელებში აქტივობას უკვე დამარცხების დამარცხების შემდეგ გადაწყვეტენ, კარგად უნდა გავიგოთ, რომ მათი დიდი ნაწილი იქნება რევანშ ბიზნეს, სადაც არ უნდა იყოს, არ გამოირიცხება, რომ იყოს რევანშისტულად განწყობილი და სულ მუდმივად ეცდება, აი ასე რომ უფრთხის თავად სახელმწიფო გადატრიალებას, აი ამგვარ იმგვარ სახელმწიფო გადატრიალებაზე ორიენტირებული უკვე შევდგომ, მაგრამ კარგით ამაზე ხვალე მიფიქროს ხვალისა გავაკეთოთ, იმიტომ რომ პირველ ყოვლისა რასაკვირველია მოსაცილებელია ქართული იგივ რუსული ოცნება ბანდა და მისი მომხრები სპიკერები, ცნობილი პირების რასაკვირველია მისაჩუმათებლები არიან და სანქციების დასაწესებელია ბევრი მათგანისთვის, რამდენადაც ისინი წლების განმავლობაში უკვე რახანია იხვეჭენ, ეს ერთია. და მეორეა, რომ იხვეჭენ და ზურგგამაგრებულები და მხარგამაგრებულები და მხარდაჭერილები და გამოზრდილნი, გამოკვებილნი ბიზნა ივანიშვილის მიერ თუ მხრიდან სხვადასხვა ფორმით ისინი აი დაკავებულნი არიან საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური სამხედრო ოპერაცია დავარქვათ სპეციალური თუნდაც არასამხედრო ოპერაცია დავარქვათ რასაც ჩადის სულამიდურ ეხა გვარების დასახელება მაგრამ აი მაგალითად გოგა ხაინდრავა ან სხვები რომლებიც ბევრნი არიან ამ ხელისუფლებაში და ხელისუფლებასთან და რატომ მარტო ხაინდრავას აი რუსთავიორის პრაქტიკულად ყველა თანამშრომელი ან უმაღლეს მენეჯმენტში არსებული პირები ან იმედი და ასე მათი სპიკერები და ასე შემდეგ სპიკერები რომლებიც მოხავს ხო რომელიმე გადაცემას უკრაინა გაიმარჯვებს ჩვენ დიდი პრობლემების წინაშე უკვე ვართ და მომავალშიც ვიქნებით მაშინაც ვიქნებით როცა უკრაინა გაიმარჯვებს ეგ რა მაგის პასუხია და ძალიან აი ნახტომებით სიარული ევროპისაკენ ხო გვმართებს 21 წუთი მიიწურება მალე გვმართებს ევროპისაკენ მაგრამ აი შიდა კონსოლიდაციაში და ერთიანობას და არაერთნაირობას შესაქმნელი გამოსაძერწია ჩვენ სინამდვილეში და ასევე სერიოზული და ძალიან რადიკალური დაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის რომ ჩვენ შიდა ისეთი რეფორმები გავატაროთ რომ რაღაცაში არ გადაგვეზარდოს ადამიანის უფლებათა დარღვევაში ეგ რა მაგის პასუხია და ამავდროულად იყოს სამართლებრივი და სამართლიანი და ეს დემოგრაფიული აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ექსპანსია რუსეთისა ვითომ აიტიშნიკების შემოსვლა საქართველოში დავარეგულიროთ მოდი ასე ვიტყვი და ბევრ მათგანს ვუბიძგოთ რომ ისინი მატუშკა რასიას დაუბრუნდნენ იმიტომ რომ ჩვენ მათში ეჭვი გვეპარება გამოსაძიებელი იქნება და რამდენად რთულია წარმოიდგინეთ 80,000 კაცის кейსის გამოძიება
კარგად გარკვევა რა ვინ რას რატომ როგორ არის შემოსული ამ ქვეყანაში და 1%-იც გამოხშირვა იქიდან 1% უთუოდ იქნება ვინც რუსეთის სპეცსამსახურებზე მუშაობს ან არ მუშაობს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში სწორედაც რომ ამუშავდება, თუნდაც ისე რომ ვერ გაიგებს რამდენად ემსახურება რუსეთის შესაბამის სპეცსამსახურებს. ნახვამდის უკრაინა გაიმარჯვებს, ესეც გახსოვდეთ სულ ნახვამდის.